საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალურ სამინისტროში გამართა შეხვედრები. საუბრის ძირითადი თემა საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმა და რეგიონული განვითარების სტრატეგიები იყო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით ქართული მხარე ადგილობრივ მოხელეთა გადამზადების საკითხებზე იზრუნებს. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან მხარდაჭერას გვიწევს გერმანული მხარე, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა რამდენიმე წლიანი პროცესია, მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდეს მათი მხრიდან, მათ საკმაოდ სწორად შეაფასეს და პოზიტიური შეფასება მისცეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დასაწყის საქართველოში და ჰქონდა საუბარი ამ თანამშრომლობის გაძლიერების და გაღრმავების საკითხებზე. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმებს. ჩვენ კარგად ვართ ინფორმირებულები იმ სიახლეების შესახებ, რაც ამ რეფორმების ფარგლებში განხორციელდება. კარგია, რომ მოხდა კომპეტენციების გაფართოება და დაზუსტება მუნიციპალიტეტების დონეზე. პოზიტიური ნაბიჯია ასევე მერებისა და გამგებლების არჩევითობის შემოღება. იმედი მაქვს, რომ ეს რეფორმა საქართველოს წინსვლას შეუწყობს ხელს.